მედიკამენტების ფირფიტებში შეფუთული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მძიმე ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცდილობდნენ. 150 გრამამდე კოკაინი, 497 კაფსულა მორფინი, კოდეინი და ლიტრზე მეტი კეტამინის სითხე მებაჟე ოფიცრებმა მათ ბარგში აღმოაჩინეს. სპეციალური მოწყობილობით შემოწმებისას დადასტურდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურისტის სტატუსით ჩამოსულ უცხოელებს ქვეყანაში დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერება შემოჰქონდათ. გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის 4 ფაქტი. აკრძალული ნივთიერებების გამოვლენა განხორციელდა მგზავრებზე დაკვირვების, ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შედეგად. უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი ირანელი ქალია. დაკავებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ ფსიქოტროპული ნივთიერება მის კლიენტს სამკურნალოდ სჭირდებოდა. პოზიცია დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე. რას ედავებიან ზუსტად რომ გითხრათ? ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა საქართველოში. დაკავებულები ახლა დუმილის უფლებით სარგებლობენ. საუბარი არ სურთ არც მათ ადვოკატებს. სასამართლომ კი 4-ვეს პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაკავებულებს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტებზე წარადგინათ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს მცხეთაშიც. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კლუბური ნარკოტიკი MDMA აღმოაჩნდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ უმკაცრესად დასჯას. საპოლიციო ღონისძიება დაკავებით დასრულდა კახეთშიც, სადაც პოლიციამ შუახნის მამაკაცი გადამოწმების მიზნით გააჩერა და ავტომობილის სამალავში ცეცხლსასროლი იარაღი, 7 ვაზნა და მჭიდი უპოვა. მისი სახლიდან კი განსაკუთრებით დიდი ოდენობის გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.